და მაშინ რატომ არ იყო ამას გეკითხებით თუ ასეთი მძიმე შემთხვევები იყო სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არის ხო რატომ არ ასანქცირებდნენ იმ ხელისუფლებას ამას გეკითხებით ხო, ესე იგი, იმიტომაც არის, რატომ არ ასანქცირებენ, რომ ცალმხრივად შუქდება. მაგალითად 7 ნოემბრის მოვლენა, 26 მაისის მოვლენები, ხო? თქვენ მანამდე მე ვიცი, ვისპედი 26 მაისის მოვლენებს აშუქეთ. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ 26 მაისს სახელმწიფო გადატრიალება ხო არ მზადდებოდა. ნინო ბურჯანაძე ედგა სათავეში ამ მოძრაობას 26 მაისის, რომელიც პუტინთან იყო ჩასული მოსკოვში, სადღაც რამდენიმე თვით ადრე. კარგად, და გვახსოვთ კიდე ჩანაწერები, როდესაც ის თავისუფლად საუბრობ ბურჯანაძე არავის არ დაუკავებია მაშინ. რატო არ დააკავეს ბურჯანაძე? თუ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ჩვენ სახურავებზე ვნახეთ ადამიანები გარდაცვლილი ბატონიკა იმ შემთხვევის დროს. ბურჯანაძე არავის დაუკავებია. გარდაცვლილი, ხო, რაც შეეხება გარდაცვლილებს, თქვენ ალბათ გარდაცვლილები თავისუფლების მოედანს, როცა მანქანამ გაიტანა ადამიანები. არა, სახურავზე გეუბნებით, ჯიხმის თავზე. ანუ კი, სახურავზე რაც არის დერმა დაარტყა, მაგრამ არ ვითარ მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე მოკლა, მაგრამ მანქანით როცა გაიტანეს პოლიციელი და მოკლეს, აი ამის მტკიცებულება და ამის ვიდეო კადრები არსებობს. თუმცა ის ადამიანი, ვინც მოკლა, პოლიტპატიმრის სტატუსით დღევანდელმა ხელისუფლებამ 2013 ბურჯანაძე რატომ არ დააკავეს? ის ადამიანი, ვინც სხვა ადამიანი მოკლა, გაიტანა. აქაც ხო არსებობს რაღაცა კითხვები. ეხლა როდესაც ეს კომისიაზე თქვენ არა, მოდი ამოწუროთ რახან გადავედით. ბურჯანაძე რატომ არ დააკავეს? საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო მოთხოვნას ბატონიკა? სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შემდეგ პერიოდში. ამის კადრებიც ხომ გამომზეურდა. 7 ნოემბერს, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების მხრიდან შესაძლებელი იყო უფლებამოსილების გადამეტება, მაგრამ ეხა კარგად ირკვევა, რომ ძალიან ბევრი მოწოდება იყო მაშინ ხელისუფლების დამხობისკენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი თქვათ ეს კომისია ცალმხრივად გააშუქებს მოვლენებს, არანაირად არ შეეკითხება რა ვიცი ახლა თემურფა მაგათად ფასხალაძე ყოფილი პროკურორი ხალხი რო ჩაყავდა სტარტაპში და რცებდა თქვა ვინმე გამოკითხა მაგრამ რატო არ კითხულობენ ან თუ კომისია ასე იგი ეს კომისია შექმნილია სპეციალურად წინა ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით რომ თქვან რომ აი მაგათად აი წინა ხელისუფლების დროსაც ხოცებდნენ ხალხს რომ მაგ პრეზიდენტი არის ფაქტია რომ ხელისუფლებას მოდით ამოწუროთ 26 მაისის თემა არის საქართველოს 20%-ის ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი მაგრამ მეორე საჩეხვას საქართველოს რომელიც ხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პრობლემა გვაქვს ბატონიკასთან დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების დროს თავარი სტუმარი რახან საერთაშორისო საზოგადოებაში საუბრობდით ამერიკის პრეზიდენტი იყო დღევანდელი ხელისუფლების დროს თავარი სტუმარი გავრილოვი გახლავთ ბატონიკა ამიტომაც განსხვავება ალბათ აქედან ჩანს თქვა წინა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ბატონიკა გესმით არის რეალობა კი ბატონიკა კიდე გავცე პასუხი თქვენს კითხვებს ბატონიკა გესმით ბატონო გესმით ჩემი ხმა გესმით კი ახლა მესმის ბატონიკა 26 მაისზე თქვენ თავად გადახვედით თქვენ შეეხეთ ამ თემას და მინდა რომ მაშინ ეს თემა ამოწურო თუ ნინო ბურჯანაძე აპირებდა მაშინ სახელმწიფო გადატრიალებას რომ თქვენ თქვით რომ რუსეთში იყო რამდენიმე თვით ადრეო წინა ხელისუფლებამ როგორ ხსნით რატომ არ მოახდინა ნინო ბურჯანაძის დაკავება და რატომ ნახეთ ის მძიმე სურათი მომხდარიყო ლოკალურად ბურჯანაძის დაკავება თუ დანაშაულთან მქონდა საქმე და ამ მასშტაბის შედეგებს ხომ არ მივიღებდით რაც შეეხება ესე იგი აქედან გამომდინარე თლაც სისხლიანი არ იყო ხო არ იყო სისხლიანი ანუ ეს სახურავებზე ხალხი სახურავებზე ხალხი დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ვინმე მოკლა არა დენმა დაარტყა ეს ადამიანს და სისხლიანი აქვია დღევანდელ პირობებში ლუკას ირაძე როდესაც გადახდა ესე იგი და თავი მოიკლა 15 წლის ბიჭმა როდესაც ჩახერგეს გზა და გორის გვირაბთან და ადამიანი ქვაცრუშოს ქართული ოცნების წევრის შვილი დაეტაკა მანქანით და დაიღუპა ახალგაზრდა 21 წლის ბიჭი ბატონიკა კონკრეტული შემთხვევები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს მაგრამ მიზანმიმართულად როდესაც სახელმწიფო თანამდებობის პირები წაიყვანენ თუნდაც სანდრო გირგულიანს და იქ მოკლავენ და სხვა მსგავსი შემთხვევები ჩვენ მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიაზე მაგრამ ამაზე არ გეკითხებით ბურჯანაძის დაკავება რატომ არ მოხდა ამას გეკითხებით თქვენი ანალიზი როგორი არის კი ბურჯანაძეზე რომ ამოვწუროთ ეს თემა ხადია ვერ ვისაუბროთ ხოლმე ვაზაგაშვილებზიც
ხო, თუ გინდა ვაზაგაშვილებზეც კითხეთ, იარაღით რომ მიდიოდნენ და სპეცოპერაცია რო ჩატარდა, გააჩნია, შეგიძლიათ ყველაფერზე ვკითხოთ, მე ყველაფერზე მზად ვარ პასუხი გაგცეთ. მით უმეტეს ჩვენ არ ქონდა შეთანხმებული, რა თემა იქნება, ხო, მაგრამ მე მესმის, თქვენ შეეხეთ 26 მაისს და ამიტომ არ გეკითხებით სხვა თემებზე, ვინაიდან თქვენ 26 მაისზე თვითონ გადახვედით, მე ამიტომ გადმოგხევით, თორე საერთაშორისო მასშტაბით მაინტერესებს ხოლმე თქვენი პოზიცია. კი ბატონო. აი ეს ბურჯანაძე ამოვწუროთ და შიდავახე იმას დავანებოთ თავი, დიახ. კი, რაც გინდა კითხეთ, ვიცი. ხო, რაც შეეხება ბურჯანაძეს, ანუ აქედან გამომდინარე, იქიდან სწორედ რომ შესაბამისად, ანუ ლოიალობა გამოიჩინა, ხო, წინა ხელისუფლებამ და არ დააპატიმრა ბურჯანაძე როგორც პოლიტიკურ ლიდერი, რომ ნუ ამით ასე თქვათ, გარკვეულწილად დემოკრატიულ პრინციპებს გარკვეულწილად პატივისცა შეიძლება ითქვას, კი, გამოამზეურა რაც ხდებოდა და როგორ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნაბიჯი არ გადადგა, განსხვავებით იმისგან, რომ როდესაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რამდენი პოლიტიკური ლიდერი, თქვათ იგივე ვანო მერაბიშვილი, იგივე მიხეილ სააკაშვილი, ყველანი ისინი შედან ციხეში. აქედან გამომდინარე, ხო, დღეს 50-ზე მეტი ადამიანი, უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, ახალგაზრდა ბიჭები. წამოვიდეთ შედან ციხეში, უდანაშაულოები, ხო, აბსოლუტურად რატო აპროტესტეს საქართველოს ევროპული მომავალი უნდათ, ხო? აქედან გამომდინარე, ესე იგი პოლიტიკური ლიდერი და გიგი უგულავა ასევე ციხეში და ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში. ხო, ანუ აქედან გამოდეთ თქვენ თვითონ განსაჯეთ სისხლიანი პერიოდი რომელი არის უფრო იგი უგულავას ფინანსურ მაქინაციებზე ედავებოდნენ გახსოვთ ბატონიკა ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები Freedom House, Amnesty International რეპორტერების საზღვრებს გარეშე თქვა ამასთანავე გამოაქვეყნეს ახალი მონაცემები რომ საქართველოს სიტყვის თავისუფლების კუთხით უკან დაიხია კიდე 10 საფეხური ეს კი არ სიამონებს არა იმიტომ რომ საქართველოს არალდება და ქართველი ხალხი პირველ რიგში ხო პირიქით ეხა ნეტავით თქვა არსებობდა საფუძველი იმისა რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გავიცანოს მაგრამ პრობლემები ვიცით რომ არსებობს როგორც ასეთი აქედან გამომდინარე რაც შეეხება თქვა ესე იგი აი ეს მოვლენებს შედარება უნდა მოვახდინოთ თქვა წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა და დღევანდელი ხელისუფლების დროს ფაქტია რომ წინა ხელისუფლების დროს ფაქტია რომ რა თქმა უნდა სხვადასხვა შეცდომების მიუხედავად ქვეყანა მიდიოდა დასავლეთის მიმართულებით შესაბამისად დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ხდებოდა როგორც ასეთი კი ბევრი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა ვინ ქურდული მენტალიტეტის ადამიანი კრიმინალები ვიცით კი ბატონო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ საქართველოს მიაგანებს რუსეთისკენ ქვეყანა მიდის უკან ამას ადასტურებენ თქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რახან თქვა ეუთოს გენდივნის განცხადება მისი პოზიცია თქვენთვის ავტორიტეტულია თქვენთვის არ არის ავტორიტეტული დავეცნოთ ეუთოს დადგენილებას მაგალითად რეზოლუციებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს დღეს მეგობარი აქტი განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ რომელიც ასევე კრიტიკული იქნება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ხო ხვალ გახდება თუ დღეს აღამოს იქნება შედეგები ცნობილი ამიტომაც ამ შემთხვევაში მე ესე მგონია საზოგადო უნდა დასვას კითხვა რატომ